მოგესალმებით. მე ვარ ნინა შონხოფი და ამ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ პლანეტა მარსზე სახლებში. ანუ რომელ სახლში პლანეტა მარსი როგორ იქცევა. პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ ვედური ასტროლოგიის მიხედვით ვისაუბრებთ ამაზე. ანუ თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი რუკა და უნდა იცოდეთ, რომელ სახლში მდებარეობს პლანეტა მარსი. რომ მიხვდეთ, რას აკეთებს ამ სახლში. ესე იგი, რა თქმა უნდა, ეხლა განსხვავდება პლანეტა მარსი ძლიერია თუ არა თქვენს რუკაში, რამდენად ეს ყველაფერი, რასაც ვისაუბრებ ეხლა, მიესადაგება რეალობას და ასევე ძალიან დიდი განსხვავება იქნება რა ნიშანშია იმის გათვალისწინებით მარსი. რა თქმა უნდა, ეხლა მარსი პირველ სახლში მორიელში, სულ სხვა მარსი იქნება, ვიდრე მარსი პირველ სახლში სასწორში, ხო? აქედან გამომდინარე, პირველ რიგში აუცილებლად ნახეთ, რომელ ნიშანშია და წარმოიდგინეთ ამ ნიშნის თვისებები მარსზე რანაირად უნდა ახდენდეს გავლენას. იქ აქვს სტიქიასაც მნიშვნელობა მარსი ახლა თუ ცეცხლის ნიშანშია, რა თქმა უნდა, თავს ძალიან კარგად გრძნობს, ჰაერის ნიშანშიც არ აუშავს, მაგრამ წყლის ნიშანში ძალიან ცუდად გრძნობს თავს, იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი რომ წყალში ჩავდოთ, ჩაქრება და მიწაზეც დიდად კომფორტული არ არის. ესე იგი, ეხლა დავიწყოთ და ვისაუბროთ მარსზე თითოეულ სახლში. ესე იგი, სადაც მარსი მდებარეობს, იქ მიდის თქვენი ენერგია იმ სახლში, იმ სახლთან დაკავშირებულ თემებში. მაგალითად, თუ მარსი არის პირველ სახლში. ამ შემთხვევაში სხეულში გროვდება ძალიან დიდი ენერგია და ამ ადამიანს აუცილებლად სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ჯანმრთელი, რომ ფიზიკური აქტივობა დანერგოს ცხოვრებაში. ძალიან ბევრ სპორტსმენს აქვს მარსი პირველ სახლში. ასევე შეიძლება პროფესიულად იყოს ვიღაცა ლექტორი, მაგრამ ძალიან სჭირდება, რომ ფიზიკური ენერგია რაღაცაში დახარჯოს აუცილებლად, რადგანაც თუ არ დაიხარჯება ეს ენერგია, მერე გადავა გაღიზიანებაში, გადავა ბრასში და პასიურობა არაფრით არ შეიძლება მარსი, როდესაც პირველ სახლში ყავს ადამიანს. და ასევე რა თქმა უნდა, მარსის თვისებებსაც აძლევს ეს ადამიანს, მიუხედავად იმისა, რა ნიშანშია მისი ასცენდენტი და ითვლება, რომ ეს არის მარსული ადამიანი, ასე ვთქვათ. როდესაც პლანეტა არის პირველ სახლში, ეს ახდენს ადამიანზე ძალიან დიდ გავლენას. ანუ თუ ვენერა არის პირველ სახლში, ეს არის ვენერის თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი. მიუხედავად იმისა, რა ნიშანშია და ასცენდენტი რა ყავს. თუ პირველ სახლში არაფერი არ არის, მაშინ რა თქმა უნდა, იმ პლანეტის თვისებები გექნებათ, ვისი სახლიც არის პირველი სახლი. ანუ თუ დღის რქაშია პირველი სახლი და არაფერი არ არის პირველ სახლში, მაშინ გექნებათ სატურნის თვისებები. ასევე პირველ სახლში მარსით ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ უბედურ შემთხვევებისგან, ანუ მარსი რასაც აძლევს პირველ სახლში ეს არის, რომ ზედმეტად სწრაფად და დაუფიქრებლად შეიძლება მოქმედებდეს ადამიანი, სიჩქარის გადაჭარბება უყვარდეს, უნდა იყოს ფრთხილად ავარიებთან და ასე შემდეგ და უცაბად დაზიანებებთან, როდესაც უბრალოდ რაღაც შეიძლება ლურსმან საჭედებდეს და რაღაცა დაზიანება მიიღოს ფიზიკური, ანუ მარსის ენერგიასთან ფრთხილად უნდა იყოს დაზიანებების კუთხით. რაც შეეხება მეორე სახლს. მეორე სახლში მარსი ეს არის ენერგია, რომელიც ძალიან დიდი იდება, მაგალითად საუბარში. საუბრის მანერაზე ეტყობა ესეთ ადამიანს, როდესაც ცოტა უხეშად, ენერგიულად ძალიან შეიძლება საუბრობდეს ეს ადამიანი. ფრთხილად უნდა იყოს ასევე კვებასთან დაკავშირებით, რადგანაც შეიძლება უფრო ზედმეტს ჭამდეს, ვიდრე სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ენერგია მანდ მიდის. რაც შეეხება მესამე სახლს. მესამე სახლში მარსი ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი ხლა არ მიდის, რასაც მესამე სახლზე ვისაუბრებთ, უნდა ნახოთ, შეიძლება იქ სატურნიც იყოს და ის აფერხებდეს ამას, ან
წყლის ნიშანში იყოს მესამე სახლი და მარსი არ იყოს დიდად ძლიერი. კლასიკურად მარსი მესამე სახლში ეს არის ადამიანი, რომელიც არის ძალიან გამბედავი. აი ჯარისკაცი შეიძლება იყოს, პოლიციელი, ადამიანი, რომელსაც არ უჭირს გარისკვა. რაღაცა ბრძოლასთან არის მისი საქმიანობა დაკავშირებული. ასევე ძალიან ხშირად მინახავს, რომ მარსი როდესაც მესამე სახლშია, არ ყავს უმცროსი და-ძმა ადამიანს. მესამე სახლი ხელებთანაც კავშირშია და აი ბევრი ხელოსანი, ანუ ადამიანი, რომელსაც ხელობას ეუფლება, არის მესამე სახლში მარსით. ვინც ხელებით მუშაობს, შეიძლება იყოს მასაჟისტი, შეიძლება იყოს ვთქვათ სტილისტი და ასე შემდეგ. ხელებში მიდის ენერგია ბევრი. მეოთხე სახლში მარსი. მეოთხე სახლში მარსი არც თუ ისე კარგია, რადგანაც მეოთხე სახლი არის აი სახლი კლასიკურად, ხო? და მარსი არის ცეცხლი მეომარი, რომელსაც სახლში დიდად არ უნდა ყოფნა. მეოთხე სახლში მარსმა შეიძლება დედასთან მოგვცეს კონფლიქტური ურთიერთობა და ასევე შეიძლება რომ ცეცხლიც მოეკიდოს სახლს, ან მინახია, როდესაც მეოთხე სახლში ყავს ადამიანს მარსი, ან მის მემკვიდრეობას შეიძლება ცეცხლი მოეკიდოს. ანუ ცეცხლთან ფრთხილად უნდა იყოს, ეს არის, როდესაც ცეცხლი გაქვს სახლში. ეს ადამიანებს ხშირად უყვართ ხოლმე ბუხარი, რომ კონდეთ სახლში მაგალითად. და შეიძლება ენერგია მიდიოდეს იქ, რომ იყოს მაგალითად უძრავი ქონების მაკლერი, ან რაღაც უძრავ ქონებას, ან მშენებელი უძრავი ქონების რაღაცა მსგავსი. ასევე მინდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ერთ სახლზე, მარსი აკეთებს კიდევ ასპექტს იმ მდებარეობიდან, სადაც ზის მეოთხე, მეშვიდე და მერვე სახლში. ანუ ვთქვათ, აი მეოთხე სახლშია ხო მარსი, მეოთხე ასპექტს აკეთებს მეშვიდე სახლზეც. აქედან გამომდინარე, იმ სახლებსაც მოусმინეთ, სადაც მარსი ასპექტს აკეთებს, რადგანაც აქაც ძალიან ხშირად მკვეთრად ვლინდება ხოლმე მარსის ეფექტი. და ასევე, როდესაც მარსი ზის მეოთხე სახლში, შეიძლება დედა იყოს ადამიანის ისეთი ადამიანი, რომელსაც მარსული თვისებები აქვს. თუ ვთქვათ მეხუთე სახლში ზის მარსი, შეიძლება შვილი ყავდეს მარსული თვისებებით და ასე შემდეგ. ანუ ის ადამიანი, ვინც ასოცირდება ამ სახლთან, შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში იყოს მარსული ხასიათით. მეხუთე სახლში მარსი ენერგია ვლინდება ძალიან კარგად კრეატიულობაში, ანუ შეუძლია ძალიან კარგად შექმნას რაღაცა. შეიძლება იყოს ძალიან რომანტიული, იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე სახლში რომანტიკასაც განაგებს. ბავშვებთან ურთიერთობას შეიძლება დებდეს ენერგია, შეიძლება კონდეს საბავშვო ბაღი საკუთარი, ან იყოს ძიძა და ასე შემდეგ. და კიდე მეხუთე სახლში მარსი მინახია, რომ შეიძლება რაღაცა ოპერაცია კონდეს გაკეთებული, ან საკეისრო, ან ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ოპერაცია. სხვათა შორის მარსი ეს არის კიდევ შრამებიც ადამიანის სხეულზე. აი, სადაც მარსი ზის, იმ სახლთან დაკავშირებულ სხეულის ნაწილზე ძალიან ხშირად 99% ადამიანებისას აქვს ხოლმე შრამი. მაგალითად, ჩამოგითვლით ახლა სახლებს სხეულის ნაწილთან დაკავშირებით და დიდი შანსია, რომ იმ ადგილას, სადაც მარსი გიზით, იმ სახლში გქონდეთ შრამი. მაგალითად, პირველი სახლი არის თავი, მთლიანად სახეთ შედის მასში. ანუ პირველ სახლში თუ გყავთ მარსი, შეიძლება სადღაც თავზე გქონდეთ შრამი. მეორე სახლი სახე კონკრეტულად და პირის მიდამო განსაკუთრებით ტუჩების მიმდებარე არე. მესამე სახლი არის ხელები და მკლავები. აქ შეიძლება გქონდეთ შრამი. მეოთხე სახლი მკერდი, მეხუთე სახლი მუცელი და უფრო მუცლის ზედა ნაწილი და მუცლის ქვედა ნაწილი არის უფრო მეექვსე სახლი. მეშვიდე სახლი ეს არის შიდა სასქესო ორგანოები. მერვე სახლი გარესასქესო ორგანოები. მეცხრე სახლი არის
თეთრ-ზღვები, ბარკლები, მუხლები არის მე-10 სახლი, წვივები არის მე-11 სახლი და ფეხის ტერფები თვითონ არის მე-12 სახლში. ანუ აი ამ სახლში შეიძლება შრამი გქონდეთ, სადაც მარსი გყავთ. და ის გამოცდილებაც, როგორც ეს შრამი მიიღეთ, არის ძალიან მარსთან დაკავშირებული. ანუ უფრო მარსის დამუშავება დაიწყო ამ მომენტში, ან რაღაცა მსგავსი მოხდა. ხო, ესე იგი მე-6 სახლზე ვიყავით. როდესაც მე-6 სახლშია მარსი, ადამიანი არის ძალიან კარგი მებრძოლი. ძალიან შეუძლია მაგალითად იყოს ასევე ექიმი. მე-6 სახლის პროფესიებთან კავშირში შეიძლება ვლინდებოდეს მისი ენერგია. ან ადვოკატი იყოს, უფრო ადვოკატი, რომელსაც აი უყვარს სასამართლოში ბრძოლა და ძალიან კარგად უმკლავდება მტრებს მე-6 სახლში მარსი. ასევე შეიძლება ძალიან კარგად ასრულებდეს სამუშაოს, ანუ როდესაც დააკისრებს ვიღაცა რაღაცას, დიდი ენერგიას დებდეს იმაში, რომ შეასრულოს. მე-7 სახლში მარსი ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსწონს მარსული თვისებების მქონე ადამიანები. ან მეუღლე, დიდი შანსია, რომ იყოს ესეთი მარსული თვისებების ადამიანი. ცოტა სახიფათოა მე-7 სახლში მარსი, რადგანაც შეიძლება კონფლიქტს იწვევდეს პარტნიორთან ძალიან ხშირად, მაგრამ თუ კარგ ნიშანშია და დაბალანსებულია, უბრალოდ აი ესეთი ქარიზმატული, გამბედავი პარტნიორი შეიძლება ყავდეს. ასევე ადამიანებთან ურთიერთობაში ერთ-ერთზე, ვთქვათ, აი კონსულტაციებს ატარებდეს და ამაში მიდიოდეს მისი ენერგია. მე-8 სახლში მარსი არ არის კარგი. მე-8 სახლი, როგორც იცით, განაგებს აი უბედურ შემთხვევებს და ესეთი ბნელი სახლია შედარებით. და აქ მარსი, როდესაც ყავთ, მე მინახია, რომ აი ძალიან უბრალო სიტუაციაში შეიძლება ტრავმა მიიღონ ადამიანებმა. ენერგია იპარება რაღაცნაირად, იქიდან გამომდინარე, რომ მე-8 სახლი არ არის კომფორტული ადგილი დიდად მარსისთვის, მაგრამ ბუნებრივი მორიელი სახლია მე-8 სახლი და ადამიანი შეიძლება ენერგიას დებდეს არა ისეთ საქმიანობაში, რომელიც აი პირდაპირ ჩანს. უნდა გაფრთხილდეთ, რომ არ დახარჯოთ რაღაცა შეთქმულებაში, მონაწილეობაში ან ზურგს უკან რაღაცა ქმედებაში ადამიანებთან და უფრო პირდაპირი უნდა იყოს მე-8 სახლის მარსი. ასევე შეიძლება კარგადაც ვლინდებოდეს მე-8 სახლის მარსი და მე მინახია მაგალითად რომ კატასტროფით მე-8 სახლი კატასტროფებიც არის კატასტროფით დაზარალებულებს ეხმარებოდეს მაგალითად მე-8 სახლის მარსი ან რაღაცა სასიკვდილო დაავადებით შეპყრობილ ადამიანებს ეხმარებოდეს, რადგან სიკვდილთანაც კავშირშია მე-8 სახლი. ასე რომ თქვენ ზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ. უბრალოდ მე ზოგად მნიშვნელობებს ვიძახი და რა თქმა უნდა, რომელი ნიშანშია და როგორ ენერგიაშია მარსი, ამაზეც არის დამოკიდებული. მე-9 სახლში მარსი ძალიან კარგია, ზოგადად. იქიდან გამომდინარე, რომ მე-9 სახლი განაგებს ჩვენს იღბალს, ანუ ეს იღბლიანი ადამიანი უნდა იყოს, როცა აქ მარსია და ენერგია მიდის სწავლისკენ, სწავლაში იდება ენერგია, იდება ასევე სწავლებაში, შეიძლება სხვებს ასწავლიდეს მე-9 სახლის მარსი. მოგზაურობებში მიდის ენერგია, არ ეზარება პირიქით ენერგიას აძლევს მოგზაურობები და ზოგადად ეს ძალიან კარგი სახლია მარსისთვის. აი ასტროლოგების, ვედური ასტროლოგების დიდ ნაწილს ხშირად აქვთ ხოლმე მარსი მე-9 სახლში. მე-10 სახლში ეს არის ადამიანი, რომელიც არის კარიერაზე ორიენტირებული ძალიან. ანუ აი კარიერაში რომ შეუძლია ბევრი ენერგია ჩადოს, რაღაცას მიაღწიოს, ცოტა სულსწრაფია კარიერასთან დაკავშირებით მე-10 სახლის მარსი. მაგრამ აი მთელი ენერგია მიდის იმაზე, საკუთარი საქმიანობაზე ადამიანში. ამ ადამიანებმა ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მთელი ენერგია არ ჩადონ სამუშაოში და სხვა რაღაცებზეც დახარჯონ. მე-11 სახლის მარსი არის რისკიანი ასევე. ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ ჩაერთოს
აზარტულ თამაშებში, ზედზოგადად აზარტული ადამიანია. ასევე არ უყვართ მე-11 სახლის მარსებს აი ესეთი გამოზომილ სამსახურში მუშაობა 9-დან 6-მდე. ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე საკუთარი ბიზნესი ან რაღაც სამსახური, სადაც თავისუფალი გრაფიკია. და შეუძლიათ ძალიან ბევრი ენერგია ჩადონ სამსახურში, ოღონდ ეს უნდა იყოს ისეთი რაღაცა, რაც მათ აბედნიერებთ. ხშირად მინახია, რომ ესეთი ადამიანები ჩართული არიან საქმიანობაში, სადაც მოიაზრება, რომ თანამოაზრეები ყავდეთ ბევრი, ან პოლიტიკოსები, ან ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ აიყოლიოს აქტივისტები, აი აქტივიზმიც არის, რომ მოძებნოს თანამოაზრეები მე-11 სახლის მარსმა. ყავთ ხოლმე დიდი სამეგობრო, ანუ იცნობენ ძალიან ბევრ ადამიანს. და მე-12 სახლში მარსი, ეს არის მარსის პოზიცია, როდესაც ადამიანის ენერგია მიდის განთავისუფლებისკენ, ამ სამყაროდან, ანუ აი მოგშისკენ მიდის ენერგია. შეიძლება გამოიხატებოდეს ნეგატიურად, რომ სამყაროსგან იზოლაცია უნდებოდეს ადამიანს და რაღაცა მიჯაჭვულობები ქონდეს, მაგალითად ალკოჰოლი ან ნარკოტიკები, ამისგან უნდა გაფრთხილდეს ადამიანი, როდესაც ყავს მე-12 სახლში მარსი. და ასევე მინახია, რომ ადამიანები, რომლებიც არიან ეზოთერიულ პროფესიებში, ხშირად აქვთ ხოლმე მარსი მე-12 სახლში. იქიდან გამომდინარე, რომ აი ენერგიას ხარჯავენ მე-12 სახლის თემებთან კავშირში. ან შეიძლება საქველმოქმედო საქმიანობა უყვარდეთ ძალიან და აკდებდნენ ენერგიას. ანუ ისეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს სახლები მარსის დამოკიდებულია კიდე იმაზე, რომელ ნიშანში გყავთ მარსი, ეს შეიძლება ცვლიდეს ბევრ რაღაცას და ასევე რამდენად მარსის ენერგიას კარგად იყენებთ. შეიძლება იყოს რუკაში ძლიერი მარსი და კარგ ნიშანში, მაგრამ თუ თქვენ ვთქვათ რომელიღაცა პლანეტის სისუსტეს გამო ამას ანაზღაურებთ მარსის ენერგიით, ანუ ჰარმონიაში არ არის პლანეტები, შეიძლება ისე კარგად არ ვლინდებოდეს, როგორც წესით უნდა ვლინდებოდეს. და ასევე სახლებთან ერთად გაითვალისწინეთ, რა ნიშანშია მარსი და რამდენად ძლიერია. ეს იყო ყველაფერი დაახლოებით, რაც სახლებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.